მოგესალმებით ყველას მე წარმოადგენ თავისუფლების მშვიდობის კონცერტის მხრივ და მეორე მხრივ ვარ თქმა მოდეროობა პოლიტიკურ მოდეროობას ეხება იმიტომ რომ აქტიურად ალბათ ჩვენს გარშემო ყოფილი ყველა ინტელექტუალი და ყველა მეცნიერი და ყველა განათლებული ადამიანი ამ მოდეროობას მიიჩნევს ასე ვთქვათ დღეობით აი ამ პოლიტიკურ რეალობაში არსებულ პირველ მერცხლად რომელიც ორიენტაცია იქნება ინტელექტზე ასე ვთქვათ აზროვნებაზე მოგილირებაზე მოგახსენებთ პროექტის შესახებ ეს პროექტი ფაქტიურობაში ჩვენი ასე ვთქვათ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოუწევდა და თავისთავადად პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ახლა როცა ეს პრეს-კონფერენცია მიდის ამის შესახებ მოგებული ინფორმაცია და მონაწილეობის შესახებ ასე ვთქვათ წინადადებები ეგზავნება საელჩოებს ეგზავნება ეს ინფორმაცია მიგაეგზავნება კათოლიკოს პატრიარქის პირველ რიგში მაგრამ შეიძლება შეეგზავნება ამ მომენტში უკვე საელჩოებს ეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში და საზღვარგარეთაც და ადგილობრივად რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკურ ძალებს, ყველა პოლიტიკურ პარტიებს და ასე ვთქვათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა მათ უნებრივია რომ მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტში. იმდენად რამდენადაც მინდა ვთქვა რომ ეს პროექტი ესე არ გაკეთებულა ასე ვთქვათ, თვითონ არ გამოწოვილა, ანუ დიდი შრომა ჩაიდო ამ პროექტში, იმდენად რამდენადაც მოხდა სოციოლოგიური კვლევები, რომელსაც დაახლოებით მილიონ კაცზე მეტის აზრი გამოხატა ესეთი ასე ვთქვათ სასამართლოს მოწყობისა, ასე რომ ვთქვათ და ამდენადაც გავითვალისწინეთ რა მათი აზრი, საზოგადოების აზრი ზუსტად გარდა ამისა კონსულტაციები უცხოურ ორგანიზაციებთან, ჩვენ გვინდა დამკვირვებლად მოვიყვანოთ ჰააგიდან მოვიწვიოთ ასე ვთქვათ განვითარებული სამართლებრივად განვითარებული ქვეყნები და დამკვირვებლები რომ მოცემული პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად ობიექტურად. ეს გაიგზავნება რა თქმა უნდა მინდა თქვა ხელისუფლებასაც პირველ რიგში თხოვნით რომ თქვათ მან მონაწილეობა თვითონ მიიღოს, იმიტომ რომ ჩვენ მივიდეთ ილია ჭავჭავაძის ცნობილ გამოთქმას რომ მტერს მოყვარის პირში უძრახებთ სუპერნოვოს პრინციპი ჩვენ პირში უძრახებთ ხელისუფლებას ამითი ანუ როგორც ბატონმა თემურიმ აღნიშნა ეს არ არის ორიენტირება თუ ასე ვთქვათ დამტკიცდა რომ ხელისუფლება სწორად იქცევა და ხალხმა მილიონობით ხალხმა აღიარა რომ ხელისუფლება კარგი ყოლია ჩვენ პირველები დაუყურებთ დაშთან ხელისუფლებას რა თქმა უნდა ობიექტური ვიქნებით მაგრამ თავისთავადად ჩვენ თვლით რომ პირში ზრახვა მისთვის ერთი მხრივ არის რა თქმა უნდა საშუალება რომ მან გაიგოს რომ თუ მე რა შესწორები ჩამიდენია და როგორ ვთქვათ ხალხის ნდობა და სიყვარული როგორ დამიკარგავს და მოდი ვეცადო რომ გამოვასწორო ეს ურთიერთობა ხალხთან. ეს ერთი მხარეა, რადგან მეორე მხარეა ის რომ რაც ბატონმა თემურიმ აღნიშნა რომ აქ მილიონობით ადამიანი ჩაერთობა და ჩვენ წინას არ ვიცით გადაწყვეტილება როგორ იქნება, მაგრამ სოციოლოგიური კვლევები გვაჩვენებს სადაც 80% მიიღებს ალბათ სხვანაირ გადაწყვეტილებაც მოსახლეობის. ნუ მოკლედ დროს ასე ვთქვათ დავებოდოთ როგორ იქნება ვთქვათ ეს პროცესი როგორ განვითარდება. მაგრამ თვითონ არსზე და აზრზე მინდა გითხრათ რომ ეს არის აბსოლუტურად იურიდიულად გამართლებული დემოკრატიულად ჩვენ თუ ვიცით რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ ამდენად თემისოფლიოთ ვერ გვეყოლებს ჩვენ თემისოფლიოში ვატყობინეთ რომ აი დემოკრატიული პროექტი და ფაქტობრივად კონსულტაციებმა გვაჩვენა რომ ასე ვთქვათ ყველა დემოკრატიული მართლაც და ქვეყანა ძალიან მიესალმოს და შეიძლება ჩვენ გადაიღოს კიდეს ასე ვთქვათ აი პროექტის ფორმა ასე ვთქვათ და ნუ ის ეხება ალბათ თქვენ დაგირიგეთ და თქვენ ეს პროექტები თქვენ მაშინ წაიკითხოთ რომ ეს არის ფაქტობრივად საზოგადოების უფლება რომ ხელისუფლება რა არის საზოგადოებისგან ლეგიტიმირებული ჯგუფია რომელიც მართავს საზოგადოების ნებით ეს არის მისი განმარტება რა თქმა უნდა ხელისუფლებიდან საზოგადოებას აქვს უფლება ან ჩათვალოს რომ ხელისუფლება მას თავისი არჩეული ლეგიტიმირებული ხელისუფლება კარგად მართავს ან ცუდად მართავს და უთხრას რომ აღარ გვინდიხარ და მოვიდეს ვიღაცა უკეთესი შეიძლება და იმას მართოს ეს აბსოლუტური უფლება აქვს დემოკრატიულად ამდენადაც ჩვენი პროექტი აბსოლუტურად ყველანაირ ჩარჩოებში ჯდება იმიტომ რომ ჩვენ მოველით რომ ვიღაცა ესე ძალები დაიწყებენ რომ როგორ შეიძლება და როგორ არ შეიძლება მაგრამ მინდა წინასწარ ვთქვა რომ ეს არის აბსოლუტურად იურიდიულად პოლიტიკურად დაბალანსებული გაწონასწორებული შეთანხმებული თავდაპირველ პროექტი ძალიან ბევრ ასეთ კანონდამცველ და სამართალდამცველ ორგანიზაციებთან, ამიტომ თავისთავადად წინ არაფერი არ უდგას ალბათ ამ პროექტის რეალიზირებას. ჩვენ ვჯერა რომ მაშინ მონაწილეობას მიიღებენ
რა თქმა უნდა საზოგადოებრივება რომ მიიღებს, ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე გითხარით რომ საზოგადოების მოთხოვნა იყო პრინციპში ამ პროექტის განხორციელება, ანუ გაკეთება. მიიღებენ ალბათ ოპოზიციური პარტიებიც, როგორც ვთქვით, მიიღებს ყველა ტელევიზია, იმიტომ რომ ყველა ორგანო, ბეჭდვითი მედია იქნება ეს თუ სხვა, იმიტომ რომ თავისთავად შეთავაზებები დაეგზავნება ყველას. ჩვენ მივიღებთ ამ უარყოფით პასუხს და დოკუმენტურ პასუხს, ვთქვათ, რომელიმე ტელევიზია დემოკრატიულ პროექტში უარსი ძახის ჩაერთოს და ეს ძალიან სუსტი იქნება, იმიტომ რომ ამასაც ჩვენ აფიშირებას გავუკეთებთ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამიტომ თავისთავადად დემოკრატია თუ გვინდა, ჩვენ რაღაცა დემოკრატიული მოქმედებები, ინტელექტუალური მოქმედებები უნდა დავიწყოთ და ჩვენ თვლით, რომ აი ესეთი პირველი ჩვენი პროექტი იქნება ზუსტად აი ეს პირველი მერცხალი, რათა საბოლოოდ საქართველოში დაწყნარდა სიტუაცია და ხალხმა ხელისუფლებამ ვინც იქნება, ეს იქნება თუ სხვა ხელისუფლება, ერთობლივად კონსენსუსით, სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით იმოქმედოთ და აშენოთ ეს ქვეყანა საბოლოოდ, ავაშენოთ ყველამ ეს ქვეყანა რა, აღარ დადგა დრო, რომ დავისვენოთ ყველამ, ასე რომ აი ეს მინდოდა ორი საქმით მეთქვა. ალბათ მინეს ძალიან გქონდათ, რა თქმა უნდა, ეს ისეთი უნდა